მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Top News. Სოლიდარობა და თავისუფლება მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელმა მზია მაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტა გადაწყვიტა. ამ დღეებში ექიმის დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. აღნიშნული სიტყვები მან თავის გამოგზავნილ წერილში აღნიშნა. მზია მაღლობელი 11 და 12 იანვარს ორჯერ დააკავეს. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღეა რაც შიმშილობს. რასურთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყურთუბანში მცხოვრებლებს, რომელსაც სოფლის სტატუსი 1959 წლიდან აღარ აქვს. გთავაზობთ სიუჟეტს. ამ გზას ახალციხის სოფელ ყურთუბნამდე მივყავართ. ოფიციალურად ეს სოფელი აღარ არსებობს, რადგან 1959 წლიდან ელიაწმინდა შეუერთდა. თუმცა ადგილობრივები თითქმის სრულად დაცლილ დასახლებას ყურთუბნად მაინც მოიხსენიებენ. დასახლება ორ ნაწილად არის განლაგებული. ერთ მხარეს 4 მოსახლე ცხოვრობს, მეორე მხარეს კი უკვე აღარავინ. ახლა ბლომად იყვება. არ ვიცი ახლა მე აღარ მახსოვს და ბევრი იყვნენ. ლილი კაპანაძე დარჩენილ 4-თაგან ერთ-ერთია. გვეუბნება, რომ დასახლების მეორე ნაწილში უკანასკნელი მოსახლე რამდენიმე თვის წინ დაიღუპა. მას შემდეგ ამ ტერიტორიის სახლებიდან სინათლე არ გამოჩენილა. თუმცა შუქი ლამპიონებიდან მოდის, რომელიც დაცლილ დასახლებაშია დამონტაჟებული. სოფელი ახლა ზოგი კვდება და ახალგაზრდობა არ შერდება სოფელში და მიდიან. აქ გაჩერდება სოფელში ყურათუმაში. არაფერი არ არის. დახმარება არ არის და არაფერი არ არის. თანდათან სოფელი დაცარიელ და აღარავის უნდა აქ ცხოვრება. ჩემი შვილიც არ ფიქრობს აქ დარჩენას. იმიტომ რომ ახალგაზრდობა აღარა. აი გაღმა სოფელია, შეგიძლია აჩვენოთ. გაღმა მან და ბევრი ცხოვრობდა ახალგაზრდებით, მოხუცები ყველა გარდაიცვალა და ახალგაზრდობა ყველა მკარები დაკეტა წავიდა. თითქმის დაცლილ დასახლებაში გზაზე ასფალტი ან ბეტონი არასდროს ყოფილა, ხოლო ხრეშ, წვიმის და თოვლის ნიაღვრები რეცხავს. ციური შუბითიძე, რომელიც ტერიტორიას სირთულეების მიუხედავად არტოვებს, გვეუბნება, რომ მეზობლის იმედად არიან. ის დრო გამოშვებით გზას თავად ხრეშავს ხოლმე. გზა იყო მოხრეშილი გზა, მე გაზი რო გადიყვანეს, მიწა გადავიდა და ატალახდა. ახლა გვიჭირს მანქანების გამოყვანა. ცოტა მაინც რო ერთი მანქანის გამოვლა, ასფალტი დაგვიგონ. როგორც შეძლებენ ახლა იმას, მოხრეშით ახლა აქ არის ხრეში, იმიტომ მოდის წვიმა, მეწყერივით რაღაცა წყალი რო ჩამოდის მთებიდან, ტყიდან, წყალი იმაშვება. აფუჭებს იმ ხრეშს და გადააქვს ღელეში. აქ ალუდა ყავს და ხოლმე მოდის გრეიდერით, გაგვისუფთებს. ეგ რო არ მოდიოდეს, მგონი საერთოდ არ გავახსენები ამ სამ გლეხს თუ სანე ცხოვრობენ. რას ამბობს მერია? აქ მხოლოდ იმას პასუხობენ, რომ ვითარება ეტაპობრივად მოწესრიგდება. დასახლება ელიაწმინდიდან დაახლოებით 1 კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა დაზიანებული და მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა ამ დისტანციას ზრდის. ეს ყველაზე მკაცრი რეზოლუცია, რაც კი ოდესმე საქართველოს მიმართებაში მიგვიღია, ამბობს ევროპარლამენტარი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. ვრცლად გთავაზობთ სტუდია ვაშინგტონს. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV.g და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. ოთხასი ხმით 63-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელიც გაცილებით უფრო მკაცრი შინაარსისაა, ვიდრე აქამდე მიღებული რეზოლუციები. რეზოლუცია კომპლექსურია და რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის სანქციებს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის. როგორც წინა ეს რეზოლუციაც მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებას, თუმცა წინა რეზოლუციისგან განსხვავებით, ევროპარლამენტმა ბოლო დოკუმენტში სანქცირებულთა სია მკვეთრად გააფართოვა. ევროპარლამენტარი და საქართველოზე მომუშავე
ჯგუფის წევრი რასა იუკნევიჩიანი ამბობს, რომ სიაში მოხვდნენ ის ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილს არადემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებიან. თავარი განწყობა ამ რეზოლუციისა ის არის, რომ სამწუხაროდ ქართულ ოცნებას ქვეყანა ბელარუსულ გზაზე იმავე დიქტატორული გზით მიჰყავს. ესაა მთავარი გზავნილი. ამავე რეზოლუციაში საუბარია რეკომენდაციებზე და სანქციები ერთ-ერთია ამ რეკომენდაციებიდან. ჩვენ გავაფართოვეთ სია. სიაში შეყვანილი სახელები ძირითადად უკავშირდება მათ, ვინც ბიძინა ივანიშვილს მის ქსელს ელიტას ეკუთვნის. ისინი, ვინც ფინანსურად კორუმპირებულია, პროპაგანდისტია, ეგრეთ წოდებული მედიებიდან და სხვები, რომლებიც საშუალებას აძლევენ ბიძინა ივანიშვილს შეცვალოს საქართველოს კურსი. ევროპარლამენტი ევროსაბჭოს განითხოვს სანქციების დაწესებას, თუმცა იმისთვის, რომ ერთიანი სასანქციო პოლიტიკა არსებობდეს, 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამას კი სლოვაკეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან. ამის გამო ევროპარლამენტის რეზოლუცია დანარჩენ 25 წევრ ქვეყანას მოუწოდებს, რომ მათმა მთავრობებმა ინდივიდუალურად დააწესონ სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითს მიხვდნენ. გვინდა ვიხილოთ ძლიერი მძიმე სანქციები, ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაში არიან ნახსენები. ზუსტად ისევე, როგორც ეს უკვე გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ან როგორც ამას ორგანიზებას უწევს დიდი ბრიტანეთი. უნდა ვიმოქმედოთ. ფიქრობ, ყველა მიცის, რომ ეს რეგიონი უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც გვერდით უნდა დავუდგეთ მათ, ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძვის და დავსაჯოთ ისინი, ვინც დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს და ხალხს ევროპული ცხოვრებისგან აშორებს. ევროპარლამენტარები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხსაც განიხილავენ, რაც არამხოლოდ საქართველოს მთავრობის წევრებს, არამედ უშუალოდ მოსახლეობასაც შეეხება. თუმცა ევროპარლამენტში გვეუბნებიან, რომ უვიზო მიმოსვლის ქონა პრივილეგიაა, რომლის შენარჩუნებასაც თავისი წესები აქვს. ამ წესებს კი საქართველოს მთავრობა არ იცავს. ეს არაა ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ. ევროკომისია უვიზო რეჟიმის მქონე ყველა ქვეყანას აფასებს. ისინი, ვინც ამ პრივილეგიით სარგებლობენ, უვიზო რეჟიმის მოთხოვნის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ბიძინა ივანიშვილი აიძულებს ევროკავშირს, რომ შეცვალოს უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ვერცერთ ქვეყანას ვერ მივცემთ უფლებას, ისე მოიცნენ, როგორც საქართველო, დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის ქონის პირობები და მაინც ისიამოვნონ ამ პრივილეგიით. ასე რომ ეს ხალხს კი არა, ბიძინა ივანიშვილს ეხება. ხალხმა სწორედ მას, მის ქვეშევრდომებსა და ქართულ ოცნებას უნდა დაუსვას ეს შეკითხვა. სწორედ ისინი გვიბიძგებენ ამ ცვლილებისკენ. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს არ გამორიცხავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახკნა. რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა მინისტრმა ამერიკის ხმას უთხრა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხის დასახმარებლად. კაპიტოლიუმში გვქონდა შეხვედრების საქართველოს მხარდასაჭერად, რადგან ქვეყანა აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის. ესტონეთი, ლატვია და ლიეტოვა ქართველი ხალხის ძალიან ახლო მეგობრები ვართ. განვიხილავთ იმასაც, რის გაკეთება შეგვიძლია ევროკავშირის ეგიდით. ვფიქრობ, მალე შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყოს, თუ საქართველოს მთავრობა კურსს არ შეიცვლის. ევროპარლამენტის რეზოლუციაში მკაფიოდაა ხაზგასმული საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაც. ბრიუსელში მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისინი არ აღიარებენ ოქტომბრის არჩევნებს შესაბამისად, ვიდრე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება, მანამდე საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენლად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ და გამოსავლად ხელახალ არჩევნებს ასახელებენ. ერთადერთი გზა არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი არჩევნებია. ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ვერ ჩაატარებს ქართული ოცნების პარტია, რადგან იგივე დარღვევები იქნება. საჭიროა არჩევნები ნეიტრალურ გარემოში, საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე. საქართველოს მთავრობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას კრიტიკულად შეხვდნენ. რეზოლუციის მიღებამდე ერთი დღით ადრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისთვის ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. რეზოლუციის მიღების დღეს კი ქართულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე გავლენა ეგრეთ წოდებულ deep states, ჩრდილოვან მმართველობას აქვს. ევროპარლამენტში ამ ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ მათთვის საქართველოს მთავრობის ასეთი რეაქციები უკვე მოულოდნელი აღარაა და განმარტავენ, რატომ ამ მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის რეზოლუციები. რა თქმა უნდა, არ ვარ იმით კმაყოფილი, რომ წევრი ქვეყნები, ევროსაბჭო და ევროკომისია საკმარისად არ არიან პროცესებში ჩართული. თუმცა ვფიქრობ, ამის დროც მოვა. ასე რომ ჩვენი რეზოლუციები უმნიშვნელოვანესი გზავნილებია ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებისადმი. საქართველოს შესახებ მიღებულ ბოლო რეზოლუციას უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა ყველა პოლიტიკური გუნდიდან. ჩვენი ოფიციალური პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური გუნდი ერთიანია.
ევროპარლამენტის რეზოლუციას რეკომენდაციის ხასიათი აქვს და მისი აღსრულება სავალდებულო არაა, თუმცა ასეთი ტიპის რეზოლუციებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას ხშირად ითვალისწინებენ ხოლმე. მარია მუგრეხელიძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.